თბილისის არქიტექტურის სამსახური და ინვესტორი კომპანია აპოლო თბილისში მიზა შაფის ქუჩის განვითარების ექსკლუზიური პროექტის შექმნაზე კონკურსს აცხადებს. ბოლო წლების განმავლობაში თბილისის არქიტექტურის სამსახურს ძველი თბილისის მდებარე მიზა შაფის ქუჩის განვითარების არაერთი კონცეფცია წარუდგინეს, თუმცა არც ერთი მათგანი მოცემულ სტანდარტს არ აკმაყოფილებს. ამის გამო მერე კომპანია აპოლომ, რომელიც ამ ქუჩაზე კემპინსკის სასტუმროს აშენებს, გადაწყვეტეს ახალი კონკურსის გამოცხადება. გამარჯვებულ ესკიზებს სპეციალურად შექმნილი საკონკურსო კომისია გამოვლენს, რომელშიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე ცნობილი არქიტექტორები და ურბანისტები შედიან. კონკურსის ფარგლებში 3 საუკეთესო ესკიზური პროექტი გამოვლინდება. საუკეთესო საკონკურსო კონცეფციის საფუძველზე კი მერის არქიტექტურის სამსახური განაშენიანების რეგულირების გეგმას დაამუშავებს და მირზა შაფის ქუჩაზე შესაბამისი მშენებლობის ნებართვას გასცემს. ამ პროექტთან მიმართებაში დიდი საზოგადოებრივი ინტერესი იყო. ამიტომ რამოდენიმე თვეა არქიტექტურის სამსახური მუშაობს თვითონ ინვესტორთან ერთად. დგებოდა პირობები, გადაგზავნილი იყო ამ პირობებს ვადგენდით მხოლოდ არა მარტო არქიტექტურის სამსახური, გადაგზავნილი იყო არქიტექტურთან იმ კომისიის წევრებთან აგრეთვე რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან, გაფორმებულია 3 დოკუმენტი. თავისთავად კონკურსის ჩატარება არის ძალიან კარგი ინიციატივა მერის მხრიდან, დამკვეთთან ერთად დატარებს ის ამ კონკურსს, ვინაიდან საკითხი არის პრობლემური, იყო წლების მანძილზე არაერთი დაწუნებული პროექტი, ვერცერთი ვერ აკმაყოფილებდა იმ კრიტერიუმს, რასაც თხოვლობს ეს ტერიტორია, გამომდინარე მისი ადგილმდებარეობის მნიშვნელობიდან.